ეთერშია კურიერი 6 საათზე. ეროვნული ინტერესები, როგორც საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირი და ბრძოლა ურმაგი სტანდარტების წინააღმდეგ. ჩალო პაპუაშვილმა საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე, როგორც მოისმინეთ, კოლეგებს სიტყვით მიმართა ფორუმზე, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული პროცესები ხალხის სუვერენულ ნებას უნდა ეფუძნებოდეს და არა საგარეო ჩარევას. ასევე ჩალო პაპუაშვილმა ისაუბრა, როგორც მოიჩინეს, გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის დაცვა დღეს სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცეზე გადის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღნიშნა მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე. ახლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები. მათთვის ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედია საჭირო იყო აბასთუმნის თემის დაზიანება, წერს სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი. დეპუტატი რამდენიმე მედია საშუალებაში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, სადაც ამტკიცება, რომ აბასთუმნის თავზე ბიძინა ივანიშვილის დავალებით საჩაიკეტა. რატი იონათამიშვილი წერს, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს ობსერვატორიიდან და ეს დადგენილებაშიც გარკვევით წერია, თუმცა აბასთუმნის პროექტის და ბიძინა ივანიშვილის სახელის დასაზიანებლად დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. თემაზე ლიკა ალელიშვილი მუშაობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ლიკა. დაიწყე ზიშკა. ლიკა დაიწყე. თავდაპირველად დავიწყებ მთავრობის დადგენილების განმარტებით, როგორც დადგენილებაში აღნიშნული, არ ხდება ფრენების აკრძალვა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე, არამედ ხდება ფრენების კორექტირება და ეს შეეხება მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებს. ჩვენ ვესაუბრეთ მეცნიერებს, კონკრეტულად კი აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებსაც და ხელმძღვანელსაც. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ თავად მიმართეს მთავრობას თხოვნით, რათა მომხდარიყო ფრენების დაკორექტირება აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე. მისეზი არის მარტივი, მეცნიერები განმარტავენ, რომ თვითმფრინავების გამონაბოლქვი ქმნის ძალიან ბევრ პრობლემებს, ხელს უშლის მეცნიერულ დაკვირვებებს, მათ შორის ხელს უშლის სპექტრულ დაკვირვებებს მეცნიერების ინფორმაციით და შესაბამისად ისინი ვეღარ აკეთებდნენ ახალ აღმოჩენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ეს ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვანი არის მსოფლიოსთვისაც. მეცნიერები განმარტავენ, რომ ფრენების დაკორექტირების შემდეგ ისინი უკვე საკუთარ სამუშაოებს შეუფერხებლად განახორციელებენ. ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ღამის განმავლობაში გამჭვირვალე ცის და ბნელი ცის უზრუნველყოფის ფორმატში მოხდეს მაგისტრი. ჩვენი კალელიჩუს ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდებით, მანამდე პირდაპირ ეთერში ვთქვათ სტამბულს, სადაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოსვლაში შევეცადე, რომ ორი მთავარი სათქმელი მიმეტანა მსმენელებამდე. კერძოდ პირველი, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს, უნდა იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და როცა ქვეყნები მოქმედებენ ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მაშინ მშვიდობა უფრო მყარია და თანამშრომლობა უფრო სტაბილური. მეორე, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღესდღეობით მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა. ეს არის გარე ჩარევა, რომელიც ურევს სიტუაციას ქვეყნებში, რომელიც სხვის ინტერესს ცდილობს წარმოაჩინოს სხვის ინტერესი ამ ქვეყნის თუ ხალხის ინტერესად და ამოძრაოს და ამოქმედოს ხელისუფლებები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე პოლიტიკური ძალების შესაბამისად. და ასე ირევა სინამდვილეში ურთიერთობები ქვეყნებს შორის და ასე ირღვევა სტაბილურობა. ამიტომ
ჩემი მოწოდება მონაწილეთა მიმართ იყო, რომ მნიშვნელოვანია გარეჩარევებისგან თავდაცვა, ქვეყნის თავდაცვა აღარ წყდება მხოლოდ საზღვრებზე, ფიზიკურ საზღვრებთან, არამედ ქვეყანამ უნდა დაიცვას გარეჩარევიდან თავი მის ინსტიტუტებში, საზოგადოებაზე გავლენის შემცირებით და ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ჩარჩო. და ეს ჩარჩო ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ვინაიდან არის ორმაგი სტანდარტები და ის რაც ერთგან მისაღები არის იუპიტერების ქვეყანაში, ხარების ქვეყანაში მიუღებელია ხოლმე ზოგიერთისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას ერთიანი საერთაშორისო ჩარჩო. გარე ჩარევებისგან თავდაცვის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც რომელზეც ყველა შეთანხმდება და ყველა იხელმძღვანელობს. ბატონო, თქვენი შეხვდით ეს ევროკავშირის სახელმწიფოს ლუქსემბურგსა და საბერძნეთს, რა პოზიციები დააფიქსირეთ მასთან და რა მოისმინეთ მასგან? უბრალოდ ყოვლისა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტებს ვესაუბროთ, მის ხელმძღვანელობას ვესაუბროთ. ვინაიდან სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ რომ ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებს შორის და საკუთარ დღის წესრიგს ატარებს და არა წევრი ქვეყნების ხალხების დღის წესრიგს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ერთ-ერთზე გვესაუბრა პირდაპირ ჩვენ კოლეგებთან, ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის საბერძნეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ აგვეხსნა როგორ ხედავთ ჩვენ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას. და ძალიან მიხარია რომ ორივე კოლეგასთან ჰქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი. ჩვენ შევთანხმდით რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა იქნება ინტენსიური ყველა დონეზე, როგორც პარლამენტის ხელმძღვანელობის დონეზე, ისე კომიტეტების თუ მეგობრობის ჯგუფის დონეზე და გვექნება ჩვენ ამ მხრივ ვიზიტების გაცვლაც და საუბარი ერთმანეთთან. ეს ასეთი შეხვედრები აჩვენებს ხოლმე, რომ სამწუხაროდ ბრიუსელი კიდევ ერთხელ ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო ინტერესებით, მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით, რომელიც რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებს. ბატონ შავა, სხვა პოლიტიკურ თემებზე გკითხავთ. ქრონიკის ინფორმაციით, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბრაჟევიჩმა ოპოზიციას ტრენინგი ჩაუტარა და ახლა მათ რევოლუციურ სცენარებს უწევს. ბრაჟევიჩი აქტიურია სოციალურ ქსელშიც, აზიარებს ფოტოებს აქციიდან. ვიცით რომ მან ტრენინგი კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო მასთან ერთად გიანოდიამ და თინა ხიდაშელმა. რას გაძლევთ ეს ინფორმაცია თქვენ? ხო, არის თუკი სიმართლე შეესაბამება და სამწუხარო გამოცდილება წარსულის გვაჩვენებს რომ არ არის რეალობას მოწყვეტილი ხოლმე ასეთი შემთხვევები. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, თუ რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება. ყველაზე დიდი ბოროტება ეს არის სუვერენიტეტის ჩუმი, რაღაცა თითქოს არაძალადობრივი და ამავე დროს ყველაზე მზაკვრული ხელყოფა. როდესაც უცხო ცდილობს ხელი აფათუროს სხვა ერის, სხვა საზოგადოების ცხოვრებაში. ამაზე დიდი ბოროტება დღესდღეობით რთულია წარმოიდგინო, ვიდრე ის რომ ქვეყნები თუ ჯგუფები თუ ადამიანები სხვა ერების ცხოვრების არევას ცდილობენ. და სწორედ ამას ეს ალბათ ეხმიანება მათ შორის დღეს კონფერენციაზე ჩემს გამოსვლას, რომ თავარი გამოწვევა დღეს მშვიდობის და სტაბილურობის მიმართ არის სწორედ გარე ჩარევა და ასეთი ჩარევები. რა თქმა უნდა, მეც პირადად დავინტერესდები ამ საკითხით. არ ვიცი ეს ჩეხეთის შემთხვევაში იმის გათვალისწინებით რომ ხელისუფლება შეიცვალა, მე იმედი მაქვს რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება, არ ვიცი, კარი თუ არა სახელმწიფო დაფინანსება დგას თუ არა ამის უკან, ყველაფერს ჩავყვებით დეტალურად. არავის არ მიუცემ საშუალებას, რომ საკუთარი პერვერსული რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს. ყველა საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა და გადატრიალება იმდენი. შეეშვან საქართველოს არ
გარევას გვეყო ჩვენ წარსულში რაც ურიეს გარედან ჩვენ ხალხის ცხოვრება და რაც დააზიანეს გარედან საქართველოს. ყველა რაც კი ზიანი მიგვიღია სწორედ ასეთი არამკითხე მოამბეები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით. გერმანიასთან დაკავშირებით კითხავთ ბატონო მილონ მახაშვილი შეხვდა საგარეო უწყების წარმომადგენლებს და მან განმარტა რომ ტექნიკური პრობლემა არის საქართველოს თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. ჯერათ თქვენ ამ ვერსიის და ამ დრომდე ისე უცვლელია ინფორმაცია არ ვიცი მიჭირს რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთება. რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ მართლა ამ მატრაკვეცობას უნდა მოეშვა რა. გერმანიის ხელისუფლება რომ ასე თავს ასაგდებად იხდის და საკუთარ თავს დასაცინად ქმნის, აი ასეთი სამარცხვინო სასაცილო თავის მართლებებით ხო უნდა მიხვდნენ რაღაც მომენტში რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას აი ასეთი ქცევით. ასე არ ვიცი, ასე ელაპარაკონ საკუთარ ელჩს და ერთმანეთთან ილაპარაკონ ასეთი უპატივცემული ტონით, თუ კი გონიათ რომ აქ ვინმეს ახლა ნაცალში აყრიან თვალში ქართულ ხალხს, რომ ერთი აიტიშნიკი ვერ მოძებნეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და თან მე იმას გვედავებიან ხოლმე რომ ფული გვაქვს დასახარჯეთ, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშია. საკუთარ ვებგვერდს მიხედონ ჯერ და მე ელაპარაკონ ქართულ ხალხს. კიდევ ერთხელ რეალური მიზეზი თქვან თუ კი აიმე სათქმელი აქვს საქმეც ეს არის რომ მთელი სამარცხვინობა ამ ყველაფრის არის ის რომ ვერც ამბობენ სინამდვილეში რაც უნდათ რომ თქვან იმასაც ვერ ამბობენ რომ არჩევნებში უნდათ სხვა შედეგი დამარცხდნენ და ამ დამარცხების არაღიარების პროცესში არიან ახლა და ამის თქმასაც ვერ ბედავენ ამხელა ქვეყანა ამის თქმას ვერ უბედავს ქართულ ხალხს და მართლა კატად თაგვობანას გვეთამაშებიან არასერიოზული აი როგორც რა სახეთ შეუქმნა გერმანიის ელჩმა გერმანიას სამწუხაროდ აი ამის გაგრძელება ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შევამოწმებთ დღე გამოშვებით შევამოწმებთ ვერ გვით შევხედავთ ერთი ქართული ხალხის ნებას კალენდარული რომელი კალენდარული წლის რომელი კალენდარული თვის რომელი კალენდარული დღეს აღიარებენ მე კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი აჩვენებს რომ პატივს არცემენ ქართული ხალხის სუვერენიტეტს აქამდე ჩვენ თუ რუსეთისგან გქონდა სუვერენიტეტი დასაცავი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ამას ვიცავთ აღმოჩნდა რომ აი ესეთი წვრილმანი მართლაც დაბიო საქციელით ცდილობენ ქართული ხალხის სუვერენიტეტის ხელყოფას კიდევ ერთხელ ეს პროგნოზები და პროგნოზები რომელიც შემდეგ შედეგები აჭარბებს ხოლმე პროგნოზებს ესეც უკვე ტრადიცია ჩამოყალიბდა აჩვენებს ერთნამის თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების მათ შორის ბრიუსელის ინტერესებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის დღეს ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ომ გადატანილი ქვეყანა რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის საბედნიეროდ ბრიუსელის და სხვა ზოგიერთი დედაქალაქის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაში და კაბინეტებში არ დახვდნენ ბრიუსელის წინაშე ცალფეხზე მდგომი ადამიანები არამედ დახვდნენ ისინი რომლებიც იცავენ საკუთარი ერის ინტერესებს და ეს არის ზუსტად შედეგი აი ეს არის სიკეთე დამოუკიდებლობისა და თუ რა არის ფასი ცალფეხზე დგომის ამას სხვა ქვეყნებში ხედავთ ჩვენ რომელიც ომის ქარცეთშია გახვეული და სამადლო და აქვთ ახლა გადაქცეული ევროკავშირში რა ტემპით მიიღებენ, როდის რა მოლაპარაკებას გაუხსნიან და რა შედეგები ექნება. ბატონ შავარ, თქვენი კოლეგა რატი იონათამიშვილი აგრძელებს ოპოზიციისა და მათი მედიის მხილებას თითქოს აბასთუმნის ცაზე საჰაერო ფლენა ბიძინა ივანიშვილის მითითებით შეიზღუდა ამ დროს ცნობილია რომ მეცნიერების მოთხოვნით ხდება ეს რადგან მიმდინარეობს დაკვირვება რას ემსახურება ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება რა აქვთ მიზანი რა თქმა უნდა ყველაფერი რაც დადებითი ხდება საქართველოში ამაზე თავდასხმა და არ დაშვება ეს არის მთავარი მიზანი რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარეთ დამკვეთებს არსენალი ამოეწურათ ყველანაირი
პოლიტიკური თემების არსენალი, სხვა მიმართულებით ყველანაირი თავდასხმის ასე ვთქვათ საბაბით სადეს და ყველგან დამარცხდნენ. ახლა მთავარი ასაც ისინი ცდილობენ არის რომ რაიმენარად ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. და ესე ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელება არის, რომ არ დაუშვან წარმატებული პროექტების განხორციელება, არ დაუშვან მათ შორის სამეცნიერო პოტენციალის ათვისება და აბასთუმანის ობსერვატორია სამეცნიეროსთან ერთად ასევე არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საინტერესო არის ზოგადად მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს ხოლმე და ამ ყველაფრის არ დაშვება. რაც შეიძლება ნაკლებად კარგი რამე უნდა მოხდეს და ბევრი ცუდი რამე მოხდეს. არ ვიცი ახლა მე რადიკალურ ოპოზიციას ახლა გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად თუ რატო აქვს ეს პრობლემები წარმოშობილი საქართველოს სულ ცოტა ხნის წინ ყველამ ერთად ვიხილეთ საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება, მას შემდეგ რაც ჩაკეტილი არის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მარშრუტები. ასევე საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად და იქ სადაც საჭირო არის როგორც სამეცნიერო პოტენციალისთვის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ასეც უმტკივნეულოდ ხდება. რაც თავარია არჩივის, ესე იგი არჩივიან საერთაშორისო ორგანიზაცია, არჩივიან ავიაკომპანიები და არჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივიან რადიკალური ოპოზიცია ჩივს. რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას ინდოეთში განვითარებული პროცესების შესაბამისად? ისინი საუბრობენ, რომ წარმატების ეს ფორმულა მათთვის არის მთავარი. ახლა ეს შეიძლება განაპირობოთ მიაღწიოს. მე ერთხელ ვთქვი და კიდე აუნიშნავ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა ამ მხრივ გარკვეული პოლიტიკური სახის, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და უნდათ ვენესუელელობა, შეხედავენ უნგრეთს უნდათ უნგრელობა, ნეპალს უნდათ ნეპალელობა და მთავარი არის ერთი რამ, რომ არ უნდათ ქართველობა. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი და არა ქართველს არ ექნება არასდროს წარმატება საქართველოში. როდესაც პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას არ აფუძნებს ქართულობაზე, ქართულ პოლიტიკაზე, ქართულ ინტერესებზე და ქართულ გამოცდილებაზე, ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს სასოციალოქეთას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არის. ვინ ითხოვს უკაცრავად? ნეიტრალურ საქართველოს. რა საკითხს? საკითხი რა ზოგადად? არას. ხო, ნუ რაც შეეხება საქართველოს როგორც კონსტიტუციურ ამოცანებს, მგონი ეს ჩამოყალიბებული არის და საკითხი არ არის ნეიტრალიტეტსა და არანეიტრალიტეტს შორის. საკითხი არის იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენს გარშემო რაც ხდება, ეს არ წყდება დეკლარაციებით, კონსტიტუციაში ჩანაწერებით და ამგვარი, ასე ვთქვათ, აგვითქვათ, ტერმინების შემოტანით. ამას უნდა ბრძნული პოლიტიკა, რომელიც აარიდებს ქვეყანას კონფლიქტებს და აარიგებს იმ სირთულეებს, რომელსაც დღეს სამყარო გადის. და საქართველოს ხელისუფლება ამის მაგალითი არის, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოს აქვს პირველად პერიოდი, როდესაც საქართველოში ომი არ დაწყებულა, საქართველოში სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა და ეს არ ხდება შემთხვევით. ბოლო 12 წელი და ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ყველა წინაპირობა იყო, რომ საქართველოში დაწყებულიყო ომი. გარანტირებულად იქნებოდა ომი, რომ ზოგიერთ უცხოელს საქართველოს ხელისუფლების კაბინეტებში დახვედროდნენ ცალფეხზე მდგომი რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლები. გარანტირებულ ომს გადავრჩით ჩვენ იმის გამო, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ჩვენი ეროვნული ინტერესები დავაყენეთ ყველაფერზე მაღლა. ასე რომ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი არის არა ჩანაწერები და დეკლარაციები, მნიშვნელოვანი არის სწორი პოლიტიკა. და ქართულმა ოცნებამ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება.
პირდაპირ ეთერში უთმოდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც მედიასთან სიტყვით გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ახლა ვუბრუნდებით ისევ ლიკა ალელიშვილს შეგახსენებთ, რომ რატი იონათამიშვილი რამდენიმე მედია საშუალებაში გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა, სადაც ამტკიცებენ, რომ აბასთუმნის თავზე ბიძინა ივანიშვილის დავალებით საჩაიკეტა. დეპუტატი წერს, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს ობსერვატორიიდან და ეს დადგენილებაშიც გარკვევით წერია, თუმცა აბასთუმნის პროექტის და ბიძინა ივანიშვილის სახელის დასაზიანებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ მიზანმიმართულად. ვუბრუნდებით ლიკა ალელიშვილს, რომელიც ამ თემაზე გვერდთვებოდა. გისმენთ ლიკა, ეთერში ხარ. დიახ, თამარ, დავიწყებ ისევ დადგენილებით, რომელიც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წაიკეტება, არამედ დადგენილების მიხედვით კორექტირდება ფრენები მხოლოდ აბასთუმის ობსერვატორიის თავზე და ეს შეეხება მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებს. ეს ყველაფერი კი მოხდა მხოლოდ მეცნიერების თხოვნის საფუძველზე, სწორედ მეცნიერებმა მიმართეს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ობსერვატორიის ხელმძღვანელს, ასევე იმ მეცნიერებსაც, რომლებიც ხელისუფლებას თხოვდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფრენების კორექტირების მოხდენას. ისინი მიზეზებს განმარტავენ კურიერთან საუბარში, ამბობენ, რომ თვითმფრინავის გამონაბოლქვის გამო ისინი ვერ ახერხებდნენ დაკვირვებას ჩვეულ რეჟიმში, ნორმალურ რეჟიმში და შეუფერხებლად, განსაკუთრებით კი ვერ ახერხებდნენ სპექტრულ დაკვირვებას და შესაბამისად აუცილებელიც კი იყო მათი მუშაობისთვის და მოღვაწეობისთვის ფრენების კორექტირება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეცნიერების ინფორმაციით მსგავსი რეკომენდაცია აქვს გაცემული სწორედ საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირსაც. ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ღამის განმავლობაში გამჭვირვალე ცის და ბნელი ცის უზრუნველყოფის ფორმატში მოხდეს მაგისტრალური ფრენების სტანდარტული ფრენების გადაწევა დაახლოებით 10 კილომეტრით ჩრდილოეთში. ეს შესაბამისობაშია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის რეკომენდაციასთან. რეკომენდაციის მიხედვით ვითხოვთ არა აკრძალვას, არამედ ნაწილობრივ შეზღუდვას. ფრენის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თუ კი საჭირო იქნება ამ ზონაში ფრენა, ეს დაშვებულია, უბრალოდ ჩვენ ვთხოვთ, რომ სტანდარტულად უპრობლემო სტანდარტული დაგეგმვა არ იყოს ობსერვატორიის თავზე. დიდი მაგისტრალური თვითმფრინავები ტოვებენ სხვადასხვა ტიპის დაბინძურებას, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ეგრეთ წოდებული ბილიკი, კონდენსაციის ბილიკი, რომელიც შემდეგ ფართოვდება, როდესაც ღამის განმავლობაში უკანასკნელ წლებში უკვე ფიქსირდება ასეულობით ფრენები, ფაქტიურად ის ჩვენი თანამედროვე ტელესკოპი, მისი შეღწევადობა ვერ აკმაყოფილებს რაღაც მინიმალურ ბაცი ობიექტის დაკვირვების სტანდარტებს. რადგანაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ტელესკოპი, მეტრანახევრიანი ასტრიული წარმოების ტელესკოპი და ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო ასტრონომიის ახალი ეპოქა, ამიტომაც ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ მეცნიერებას იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი აღმოჩენები და შემდეგ ამ აღმოჩენებით ვიამაყოთ. თავად მეცნიერების მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებების მიუხედავად დღეს დილით ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებას არანაირი კავშირი მეცნიერებასთან არ აქვს. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლების ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საკეთილდღეოა. თუმცა ქართულ ოცნებაში ასევე განმარტავენ და დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს მოსახლეობას ახსოვს რა მდგომარეობაში იყო აბასთუმანი და როგორ მოახერხა ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ის ექციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და მიმზიდველ ადგილად. საქართველოში არიან პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პირად ტრაგედია დაღებქავენ ყველაფერ კარგს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის ხდება და მიმართავენ ყველაზე ბინძურ დეზინფორმაციისა და ფანტასმაგორიის ჟანრსაც კი. და აბასთუმას, რომელიც დღეს მსოფლიო ტურისტულ რუქაზე არის ერთ-ერთი მიზიდულობის წერტილი და მას აქვს ძალიან დიდი სამეცნიერო პოტენციალიც, კადრულობენ ესეთ დეზინფორმაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა. თუნდაც საზოგადოება ყველაფერს ძალიან სამართლიანად და ობიექტურად აფასებს და როდესაც კეთილ საქმეს გინდა დაუპირისპირო დეზინფორმაცია და ტყუილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის შენს რეალურ სახეს აავლენ და ამიტომ პოლიტიკურ პარაზიტებს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. მეცნიერების მოთხოვნით, ვინც კონკრეტულად ობსერვატორიაში მუშაობს, ვინც ახორციელებს დაკვირვებებს, წერილით ოფიციალურად მიმართეს საქართველოს მთავრობას. თვითმფრინავების გამონაბოლქვი უქმნიდა პრობლემას
შესაბამისად მოხდა დაკორექტირება. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა. საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოიცა 2026 წლის 9 თებერვალს. ის ძალაში დღეიდან შევიდა. დადგენილების მიხედვით არ იკეტება საქართველოს ცა, არამედ უბრალოდ კორექტირდება აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ფრენები. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ქრონიკის ინფორმაციით ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწევს. იმედის ცნობით საქართველოში დაგეგმილი შესაძლო არეულობის სცენარზე ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებას მონაცემები მათ შორის უცხოელი კოლეგებისგანაც აქვს მიღებული და აღნიშნულ საკითხზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს. რაც შეეხება იგორ ბლაჟევიჩს, ქრონიკისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად მან ოპოზიციას 10-ზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა და კონკრეტული დავალებებიც მისცა. არსებული ინფორმაციით ამ ტრენინგს ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდა ორგანიზაცია ფარის დამფუძნებელი. არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის? აი საერთოდ არ ვიცი. პირველად მესმის თქვენ. გარკვეულ პერიოდულობით ყოველთვის იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ატრენინგებდნენ გარკვეულ ჯგუფებს და ჩვენ ნახეთ ეს დატრენინგებულმა ჯგუფებმა როგორი არეულობები მოაწყვეს სწორედ პარლამენტის წინ. და შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ეს ადამიანი წარმოადგენს, 2025 წელს ტრამპის ბრძანებით ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ძალიან შეუზღუდეს დაფინანსება, რომელიც მას მიჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არ გამოურიცხავროს საერთოდაც შეუჩერეს. ასე რომ ესეთი ადამიანები ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ თავშესაფარს ეძებენ ისეთ ოპოზიციურ ძალებში, რომელსაც დღევანდელ დღეს წარმოადგენენ ჩვენთან, ჩვენი ოპოზიციური ამ შემთხვევაში სპექტრი. მე ჩვენს ოპოზიციას მოუწოდებდი, რომ საზღვარგარეთ ძებნას იმ მიზეზების თუ რატომაც ისინი აგებენ არჩევნებს და რატომაც დღეისობით არ არიან ხელისუფლებაში, ეს მიზეზები საქართველოში მოძებნონ და იმ ხალხში, რომელიც მათ მხარს არ უჭერს უკვე ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ვიცით თუ რა დამოკიდებულება არის საქართველოსთან დაკავშირებით, მთელი წლების განმავლობაში ცდილობენ რომ გარედან ჩარევებით მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, საზოგადოების დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება, ამაში უამრავი თანხები იხარჯებოდა წლების განმავლობაში და დღესაც არ ჩერდებიან. ხო, ჯერ იყო და აკერმანის წიგს მიყვებოდნენ და იმ მითითებებს, რომელიც მოდიოდა გარედან, ვიხილეთ არაერთი რევოლუციის მცდელობა, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩვის მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს თუ რა პროცესები მიდის. ერთიან ნეიტრალური საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატებს ითხოვს და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს. მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ პარლამენტში განცხადა, რომ საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით არარელევანტურია. მინისტრის ინტერპელაციაზე სხვა თემებთან ერთად კითხვა დაუსვეს გარკვეული პარტიების მხრიდან ნეიტრალიტეტის საკითხის გააქტიურებაზე. პარტია ნეიტრალური საქართველოს წევრებმა დილით ბრიფინგი გამართეს და განცხადეს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არარელევანტური ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარია. კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალური სტატუსის სწორად აღქმას. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტური სწორად ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელება. ნატოში გაწევრიანების უსაფრთხოების ქოლგად, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია წარმოჩენა თავშივე უშედეგო და მცდარი იყო. ამ გზაზე სვლამ ჩვენ ქვეყანას 35 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. წლების წინ თუ ამ შედეგების განჭრეტა რთული იყო, დღეს ეს უკვე მოცემულობაა. ფაქტიურად აღარ არსებობს ევროატლანტიკური თანამშრომლობის ძველი ფორმატი და ამის ვერ დანახვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ხელისუფლება არაპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება. ამიტომ პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო კიდევ ერთხელ აყენებს
საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას ხელისუფლების წინაშე. ჩვენი ქვეყნის არჩევანი ეს დასავლური არჩევანია. ჩვენ კი არ უნდა გავხდეთ, არამედ უნდა დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში. ხოლო რაც შეეხება რომელიმე კონკრეტულ კავშირში გაწევრებას, ეს გაცხადებული პოზიცია საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული და საქართველოს ყველა ნაბიჯს დგავს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციები თანაბარ მნიშვნელოვნად იყოს დაცული ყველა ფორმატში. რაც შეეხება კონკრეტული პარტიის თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს, ეს არის მათი პოლიტიკური მიზნები. საქართველოში დემოკრატია და ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისი აზრი, თუ ეს არის წინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებს. თბილისში იმყოფებიან ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაციის წევრები, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების არომადგენლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის. დღესვე ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაციამ შეხვედრები გამართა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არომადგენლებთანაც, რის შემდეგაც მათ პარლამენტში გადაინაცვლეს და მმართველი გუნდის წევრებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს. ჩვენ გქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ვაიმარის სახელმწიფოების საგარეო სამინისტროების ევროპის დირექტორებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომელიც ქმნიან პოლიტიკის კურსს და პოლიტიკის შინაარსს ჩვენს რეგიონთან და ჩვენს სახელმწიფოსთან მიმართებით, მათ შორის შეხვედრას ესწრებოდა ასევე ცხადია ვაიმარის სახელმწიფოების ელჩები საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელიც აქ არიან აკრედიტებული. ჩვენ მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ახლა დგას, როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე. შეხვედრა იყო დახურულ ფორმატში, შესაბამისად არავითარი საჯარო განცხადება შეხვედრის შედეგად არ კეთდება. განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად ამ სახელმწიფოებს, პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს, მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ რა შეხედავენ პრობლემებს, როგორ შეიძლება, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს და რა თქმა უნდა, ჩვენც გავაცანით ის თუ ჩვენ სათხედავ პრობლემებს როგორ წარმოგვიდგენია ამ პრობლემების მოგვარება და რა თქმა უნდა არის ზოგადი განწყობა, საერთო განწყობა, ასე ვთქვათ, რომ აუცილებელია დიალოგი, კონსტრუქციული, რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს, აუცილებელია დიალოგი იმისთვის, რომ ეს საკითხები, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, ამ თემებზე გქონდეს რაღაც საერთო გამოსავალი. ერთ-ერთ საკითხად ესეც ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ რა მიზეზიც არ უნდა იყოს ამ გამოსწორება ამ ხარვეზის, ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა კიდევ ერთხელ ეს დავაფიქსირე, რომ ჩვენთვის გერმანიისთვის მით უმეტეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა თემას დაკავშირებით, 2 წელი ასეთი მარტივი პრობლემის გასწორება არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა არანაირ ვარიანტში. თუმცა, კიდევ ერთხელ ამ ტექნიკური ხარვეზის გარდა ჩვენ სხვა პასუხი არ გვისმენია და იმედია, რომ ახლოს მომავალში თუ ეს მართლაც ტექნიკური ხარვეზია, ეს ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება. ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის გაზაფხულო შეხვედრების პარალელში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ვაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში ამერიკის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის არომადგენელი მონაწილეობდა. ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. ინტერესი მათი მხრიდან არის გამოწვეული ჩვენი სტაბილურობით, მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველოს წლების განმავლობაში ავლენს საკმაოდ დიდ მედეგობას სხვადასხვა შოკის მიმართ, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის სტაბილური და მზარდი, ეკონომიკა არის მზარდი, ძლიერი ზრდა ეს არის, რაც აინტერესებს ინვესტორებს, იმიტომ რომ მათი ინვესტიცია არის უკუგებადი და დაცული ამ შემთხვევაში. ინფლაციური პროცესები მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, რაც ნავთობის ბაზარზე და ზოგადად სასაფონლო ბაზრებზე მიმდინარეობს, არის ასევე მართვადი და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა ორგანიზაციებიც აღნიშნავს, რომ ჩვენი გონივრული მონეტარული პოლიტიკის და გონივრული ფისკალური პოლიტიკის წყალობით ეს ბალანსი შენარჩუნებულია და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს კიდევ ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე.
გრძელდება იუსტიციის მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ივნისში თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში შეხვედრა გაიმართა. პატასალიამ გაეროში აკრედიტებული ელჩები და გაეროს საჯარო ადმინისტრების ექსპერტთა კომიტეტის წევრები ფორუმზე მიიწვია და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჩვენ დეტალურად გავაცანით აკრედიტებულ დიპლომატებს იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც გაიმართება თბილისში. საუბარი ქონდა იმაზე, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გავცვალოთ ჩვენი გამოცდილება საჯარო ადმინისტრების რეფორმირების საკითხებზე, გაუზიაროთ ერთმანეთს როგორც არსებული გამოცდილება, ასევე სამომავლო ხედვები. ჩვენ მოვიწვიეთ დელეგატები მონაწილეობა მიიღონ ფორუმში. მოგეხსენებათ, რომ ამ ფორუმის პერიოდში საქართველოს მოექცევა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვეწევა დაახლოებით 500 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება საჯარო მმართველობის ტრანსფორმირების საკითხში. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ნიუ-იორკში გაეროს ბავშვთა ფონდის სათა ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ომარ აბდის შეხვდა. მხარეებმა განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები და 2026-30 წლების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაუმართე UNICEF-ის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, რომელთანაც განვიხილეთ ახლახანს პრემიერ-მინისტრსა და გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის ხელმოწერილი ჩარჩო თანამშრომლობის ფარგლებში UNICEF-თან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები, კონკრეტულად UNICEF-თან ერთად უახლოეს დღეებში ფორმირდება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაწერს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ხაზი გაესვა იმ მრავალწლიან პარტნიორობას და თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდა UNICEF-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთის შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს უმასპინძლა გენერალი დანიელ ზმეკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. სლოვაკეთის შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო. დელეგაციამ დაათვალიერა ნატოს საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. საუბარი შეეხო იმ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პოტენციალს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის და დაახლოებს ჩვენი და სლოვაკეთის თავდაცვის ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ხელშეუწყობს თავსებადობის გაზრდას და საბოლოო ჯამში საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის ტემპით მსოფლიო ლიდერებს შორისაა. ორგანიზაციის შეფასებით 2013 წლიდან 2031 წლამდე პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის პროგრესით ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში, ევრაზიის მასშტაბით კი პირველ ადგილზეა. მომდევნო 3 წელში საქართველოს ეკონომიკა 25%-ზე მეტით გაიზრდება, რაც გაიანას შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია. ფონდის პროგნოზით 2031 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მწყიდველ უნარიანი ეკონომიკა $47,000 გადააჭარბებს. საქართველოს მიიღო ძალიან ძლიერი შედეგები, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე გრძელვადიან ვითარებაში, მაგალითად, 3 წლიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით გულისხმობ ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მწყიდველ უნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებას 2024-2026 წლებში საქართველოს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თუ ფართო ისტორიული რაკურსით შევხედავთ საკითხს 2013-2031 წლის ეკონომიკური სისტემით ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მწყიდველ უნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველოს არის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში და ევრაზიაში არის პირველ ადგილზე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა, მწყიდველ უნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ნომინალურად გადაასწრებს $30,000 ნიშნულს პირველად და მაგალითად ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან ჩამორჩენას შეამცირებს მნიშვნელოვნად. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ რომელსაც გვინდა მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, უკვე 2028 წლიდან გვეხსნება ეს პერსპექტივა და 2028-30 წლების დიაპაზონში საქართველოს გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ყველაზე მზად ევროკავშირის ინტეგრაციისათვის.
საქართველოში Starbucks-ის შემოდის პირველი ობიექტი ზაფხულში აქსის ტაუერსში გაიხსნება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ქართულ ბაზარზე ოფიციალურად პარტნიორ ალშაია გრუპთან ერთად იწყებს ოპერირებას. დედაქალაქის შემდეგ ბრენდი ეტაპობრივად საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებს, რომ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის მოთამაშეების შემოსვლა ნიშნავს ახალ ინვესტიციებს და დამატებით სამუშაო ადგილებს. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოთ ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც, ჩვენ ვაკვირდებით ყოველწლიურად კონკრეტულ შედეგებს. თქვენ იცით, რომ Starbucks-ი არის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მოთამაშე ამ ბიზნესში და მისი შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი მიმზიდველი გარემო საინვესტიციოდ ბიზნესის გასაფართოვებლად და რა თქმა უნდა ამას ექნება გადამდები ეფექტიც, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის. რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებები ალშაია ჯგუფთან წარმატებით დავასრულეთ და პირველი Starbucks-ის ფილიალი თბილისში უკვე ზაფხულში გაიხსნება. მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ პირველი ფილიალი ზაფხულში გვექნება. ეს არ იქნება ერთადერთი ფილიალი, არა მხოლოდ თბილისი არ არის ლაპარაკი, იქნება სხვა ქალაქებშიც და ასევე არ არის მხოლოდ მაღაზიის ფორმატზე ლაპარაკი, სხვა ლაპარაკია სხვადასხვა ფორმატებზე. ამიტომ მგონია, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და დღეიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Starbucks-ი საქართველოში. პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყებისმომი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აპრილში დიდი ოდენობით თანხის მოტყუები დაუფლების მიზნით ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს. ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და საგადასახადო შეღავაც სთავაზობდნენ. ისინი მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ ჯამში 125,000 ლარს. უყურებთ კურიერს 6 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამოცემა ივანე ჯავახიშვილის შესახებ, ასევე მისი თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი. გამოფენა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აქ არის წარმოდგენილი მხოლოდ მცირე ნაწილი იმ უზარმაზარი მასალისა, რომელიც ინახება ჩვენთან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის 99% ჩვენთან არის, პლუს ამას არის ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია. იყო ასეთი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილის მოწაფე, ძალიან ცნობილი ისტორიკოსი დავით გვრიტიშვილი. ეს იყო პირველი ავტორი, ვინც მონოგრაფია მიუძღვნა ივანე ჯავახიშვილს. სრულად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და ყოფილიყო უნდა ავთენტური სახით. სწორედ ამის გამო გადაწყდა ახალი გამოცემის გაკეთება, სადაც შევიდოდა მისი ყველანაირი თხზულება, არა მარტო სამეცნიერო, არამედ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალებიც. მარტვილში წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩაატარა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ. ტაძარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოქალაქეები ყოველწლიურად ჩადიან და ააკვნებით ჩააქვთ. ეს ტრადიცია ყოველ წელს ბრწყინვალე შიდაულის ხუთშაბათს სრულდება და ის ოჯახების კურთხევასა და გაძლიერებას უკავშირდება. ყველა ვით აქ მოვიდა, რა თქმა უნდა, ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა მისცა შვილიერება, იმიტომ მე მხოლოდ ერთს ვისურვებ, რომ შვილიერება რაც შეიძლება მეტი საქართველოს სჭირდება გამრავლება და გაძლიერება და აი ამ ადამიანებს, ვისაც ასე გულნაკლები არიან, რომ შვილიერება არ აქვს და ღმერთმა მისცეს შვილები მრავლად და სიხარული და მშვიდობა მოგცეს. ჩვენი უწმინდესის ლოცვა კურთხევა არ მოკლებოდეს. რწმენით ვინც ამოდის, ყველას უსრულდება, რასაც შეიფიქრებს, ოღონდ რწმენა უფლის დიდების სადიდებლად ვინც არის და ვინც რწმენით ამოდის, აკოლება ყველას პატარა. როგორი რწმენითაც მოведით და რა დატვირთვაც აქვს ამ ტაძარს, ზუსტად იმ დატვირთვით სამადლობელი ყავს აგვისრულა უფალმა და ყველას უსურვებ, ვინც ამ სურვილით არის მოსული დღეს ამ დღესასწაულს. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rusaviouri.gi-ან დასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. არ გადართოთ წინ გელოდებათ სპორტის სიახლეები ლაშა დვალიშვილთან ერთად.